მაშასი ვაგზავნებთ მეგობრებო Assassin's Creed Odyssey-ს. და ახლა ჩვენ უნდა შევიპაროთ, უბრალოდ შევიჭრეთ PPA სახში. PPA სახს იცავს ასეთი დაქირავებული მკვლელი. მე და ხაოსის სიცარიელი. ხაოსის სიცარიელის ლედი. ესე ქვია. რა გვინდა PPA სახში? PPA არის ასეთ ორაკულის წარმომადგენელი და ორაკული თლად ბოლომდე ვერ მივხვდა თანამდებობა, მაგრამ რაღაც ისეთი არის თითქოს წინასწარმეტყველი, თითქოს წარმომადგენელი ღერთების და მისი სიტყვა კანონია, მისი სიტყვაზე მორჩილებიანი თანამდებობის პირები და აბსოლუტურად ყველა მიდის მასთან რაიმე კითხვა აქვს. მიიღონ პასუხი. ხოლო კასანდრა ეძებს პასუხს ვინ არის მამამისი სინამდვილეში. საერთოდ თავის ოჯახთან დაკავშირებით ეძებს ყველანაირ პასუხს. სად არის დედამისი, ვინ არის მამამისი. ცოტა ხნის წინ გაარკვია კასანდრამ, რომ მამამისი ნიკოლასი არ ყოფილა და ვიღაც სხვა არის და. მაგის საკითხავად არის მოსული ახლა კასანდრა ამ სახლში. მაგრამ ამ სახლს როგორც ხედავთ, ძალიან მაგრად იცავენ. გაძლიერებული დაცვა არის, თან რანგით ცოტა ერთი რანგით მაღლა არიან ის მშველები. ამიტომ აქ კარგი დაკვირვებული მეთოდური სტრატეგია არის საჭირო, რომ ყველას ერთად ვერ შევებრძოლებით. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სტრატეგია, როდესაც რანგით ჩემზე ძლიერები არიან. მირჩევნი ასე ავძრო მაღალ ადგილზე, სადაც ისინი ამოვლიან და მე წიხლის ყურით გადავხარო სახურავიდან ან ზემოდან როცა ვეღარ მხედავენ, ზემოდან დახტომით მოვყენო ძლიერი დარტყმა. თუმცა ჯერ არ წამოეგნენ მაინდა-მაინც ამ სტრატეგიას, მოდიან, ძალიან კარგი. ნახოთ აბა. ეს დავარდა, მაგრამ არ მოხდა, ხედავ? აბა მეორე ძალიან კარგი, მეორე წავიდა მარილზე. აბა ესეც მოვიდეს. ხელაფარია. მოდი შენს გაფრინდი. ეს ძალიან კარგი სტრატეგია არის, როდესაც ძლიერი მოწინააღმდეგეები არიან და მათ ხელჩართულ ბრძოლაში ვერ გაუმკლავდები, ჯობია ასეთ სტრატეგიას მიმართო. აგერ ახლა ერთი მარტო დარჩა, ამასაც იქნება მივხედოთ, თორე და ესე მიპარვით მაინც საგრძნობლად მოვაკლებთ სიცოცხლეს. ისე ავძვრეთ. თუმცა ეს სტრატეგია ზოგჯერ ეს ციხლის ყრა არ ამართლებს. იმიტომ რომ როცა ძლიერია რანგით მოწინააღმდეგე ამასთან გაამართლა. ეს კარგი იყო. არ მოკვდა, მაგრამ ის არის ეხომის მოკვდას. და როდესაც რანგით საკმაოდ ძლიერია მოწინააღმდეგე ან ელიტარული ჯარისკაცი შეიძლება არ გადავარდეს. მას შეუძლია წონასწორობის დაცვა. ამ დროს რა ხდება? ვცდილობ ისევ გავაგზავნო იგივე სტრატეგია. მაგალითად ნახე ეს არ გადავარდა. არ გადააგდოთ ჩემმა ციხლის ყრა. ამ დროს გამოსავალი არის ის, რომ ან ეს ციხლის ყრის უნარი გააძლიერო და უფრო ძლიერად დაარტყამს. ან რამე ხელჩართული ბრძოლაში უნდა სადო მისი დამარცხება. თუმცა ხელჩართულ ბრძოლაში რანგით უფრო ძლიერ მოწინააღმდეგესთან ცოტა რთული არის. უნდა დაკვირვებული ბრძოლა უნდა ისე, რომ თან უშეცდომა, არ უნდა დაუშვა შეცდომა. ნახოთ აბა კიდევ ერთხელ ვსადოთ თუ ამოვა. მოდის. ნახოთ აბა. კიდე არ გადავარდა.
ამას ვამბობდი, ახლა რაღაც ჯიუტია, ძალიან კერკეტი კაკალია. რა ცუდად გადავხდი. გამინახებდა სიცოცხლე. თუმცა რეალურად ეს ორიღა დარჩა, ხო? ხო, ეს ორი და ლომი კიდე. ლომი შენობაზე ვერ ამოვა, მაგრამ ამორთან რაღაც ახლა მეთოდური ნელ-ნელა მოთმინება არის საჭირო. ნელ-ნელა ხო აკლდება სიცოცხლე და ამითაც უნდა დაგმაყოფილე, რომ აი ნელ-ნელა კვდებიან მაინც. აი კიდე არ გადავა და ეს ახლა ჯიუტი არის. თუმცა რაღაც სიცოცხლე მოვაგებთ. მე მაგალითად მიჩვენია ასე ნელ-ნელა, როცა ვერ-ვერები ერთიანად არა უშავს. თავარი ნების ყოფა გზდიონ ასე ნელ-ნელა კლავ და არმა დაკარგო მოთმინება. აი, დაქირავებული მკვლელი გადავარდა, ნახე, რამდენი მოაკლდა სიცოცხლე. ახლა ესეც ვცადოთ, ხება აღარ იყოს ისე ძლიერი. კარგია, აი, გადავარდა ისიც. დარჩა ეს ერთი დაქირავებული მკვლელი. რომელსაც სიცოცხლე თითქმის განახევრებული აქვს, ვერა და მეტი აქვს. განახევრებულზე მეტი აქვს. დარჩენილი აქვს ძალიან ცოტა, ნახევარზე მეტი. ამასაც ახლა ასე ნელა მეთოდურად არ არის სიჩქარე საჭირო. ამა რაღაცა დალია, ნახე. დალია და სიცოცხლე მოემატა. თითქოს რო ებძვი ასე თურმე შემდეგ რაღაცას დალევენ, რაღაც ელექსირია ალბათ და სიცოცხლე მოიმატა. ახლა მოვიდა დრო, ხო? ამასთანაც დავასწოროთ ანგარიში. ამოდი, აბა. თუ მაგარი ხარ. ახლა როდემდე ვსდიოთ ერთმანეთს. თუმცა ამდენი მივიღწევია, მთელი დაცვა გავანადგურებ და ამ ერთი კაცის გამო კაცია თუ ქალი. ლედა ის პოსტოთა ხაოსა, ანუ ქაოსი სიცარიელიდან, ლედა. თავის ქალია თუ კაცია, მაგრამ ლედა ქვია. ქაოსის სიცარიელიდან, ან სიცარიელის ქაოსიდან, რა ვიცი. მოკლედ ასეა თუ ისე, მთელი დაცვა განადგურებულია, მხოლოდ ეს ლომი დარჩა და ლომთან ახლა პირდაპირ ხელჩართულ ბრძოლაში მიჩვენია ჩავება. რატომაც არა ამდენი აი მოდი ახლა დაჭერილი ხარ. ეს დარჩა დაჩოქილი ეს ლომი. ახლა კი გზახსნილია. სკივრი ავიღოთ და დაველაპარაკოთ პიფიას და დავუსვათ ის შეკითხვები, რაც აწუხებს კასანდრას. Не бойся, мне просто нужны ответы. Пифия — священный сосуд богов. Люди из дальних стран приходят ко мне за ответами, но никто не смеет врываться в мой дом. Аполлон жестоко покарает тебя. Стража! Я всего лишь ищу свою семью, а все вокруг только лгут или пытаются убить меня. Ты первая, кто хоть что-то знает. Если я скажу, меня убьют. Я остановлю их. Помоги мне, и я устраню угрозу. Хорошо. Только поторопись. Чем дольше ты здесь, тем больше мы рискуем. Что это за культ космоса?
Они всевидящие и незримы. Довольно загадок. Имена. Я не знаю. Клянусь. Они носят маски и плащи. Почему ты помогаешь культу? Меня заставили. Так, значит, все эти пророчества лживы? Получается, тебе платят за обман? Почти все спрашивают о любви и смерти. Я говорю то, что они хотят услышать. Но если речь идет о войне или политике, мне щедро платят за ответы, которые выгодны культу. Я была в твоих видениях. Что ты видела? Под храмом Аполлона спрятан артефакт. Он показывает то, что знают лишь боги. Ты говорила, дитя на скале. Культ ищет спартанского ребенка, сброшенного с горы Тайгет. Артефакт указал, что это дитя ты. У тебя есть шанс сделать доброе дело. Расскажи, где искать культ. Скажи, где они? Или будем искать вместе. Под храмом Аполлона есть древний зал. Это место их встречи. Но без плаща и маски, как у служителей, тебе туда не проникнуть. Где мне найти такие плащ и маску? Иногда ко мне приходит один человек. Проверяет, все ли хорошо. У меня самый большой дом в хоре Дельф, а он все предлагает мне деньги. Мне от него не по себе. Как его зовут? Элпинор. Элпинор? Он служит культу? Я не уверена, но если да, то у него есть все, что тебе нужно. Ты знаешь, где его найти? К югу от долины Нимф есть крепость. Говорят, он ведет свои дела там. Спасибо тебе. Пусть свет Аполлона приведет тебя к твоей семье. თამაში საინტერესო ხდება აქ. Сказала про культ. Может, он ისევ ყველაფერი ელპენორთან ბრუნდება. იფიამ ისევ ელპენორისკენ გააბრუნა კასანდრა. რაღაც არსებობს, რაღაც კულტი, რომელიც მართავს ასე ვთქვათ, მსოფლიოს საიდუმლოდ. თუმცა ჯერ უნდა დაველაპარაკოთ ჰეროდოტეს და შემდეგ დავეშურებით ელპენორისკენ. Ну, что тебе сказала Пифия? Меня ищет культ космоса. Но я найду его раньше. Они собираются в тайном зале под храмом Аполлона. Так это правда? На что-то они годятся. Одурачили меня. Туда не попасть без маски и плаща. По ним адепты культа узнают друг друга. Храм Аполлона легко найти. Он рядом с пещерой Геи. Но как ты проникнешь туда? Нужны плащ и маска. Пифия сказала мне все, что нужно. Встретимся у храма. Но сперва я убью Элпинора, этого проклятого лжеца. მაშასე უნდა წავიდეთ ახლა ელპენორის მოსაკლავად. ელპენორი სავარაუდოდ და დიდი ალბათობით ემსახურება სწორედ ამ კოსმოსს, ამ კულტს. სად არის ელპენორი? აი აქ არის. დაქირავებულ მკვლელებში ცოტა დავძენაურდით, ჯერ ისევ მეცხრე რანგზე ვართ, მაგრამ მალე გადავართ მერვე რანგში. დაქირავებული მკვლელების რანგი უკან მიდის. მეცხრე არის ბოლო, შემდეგ მერვე, მეშვიდე და ასე შემდეგ. ახლა კი ელპენორი სადღაც 600 მეტრში არის. ნახოთ რამე აღჭურვილობა ხომ არა გვაქვს. ითაც ცოტა მაინც გავძლიერდებით, არა და რა ცოტა გვაკლია მეათე რანგამდე. მეათე რანგი ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ ბევრი უნარი ხელმისაწვდომი გახდება და ამ უნარებით უფრო მეტი ძლიერდებით. აი როგორი უნარებია, იცით? წარმოიდგინე ისეთი უნარი, სადაც ადრენალინს კი არ ხარჯავ პირიქით. ამ უნარის მეშვეობით ემატება ადრენალინი. ასეთები არსებობს.
არის კიდე დროის შენელება შვილის არზე. ძალიან მიყვარს ეს უნარი. შენელებული კადრია, შენ სწრაფად მოძრავ, მაგრამ სხვები გაჩერებული არიან თითქმის და ნელა-ნელა შეგიძლია თავში დამიზნებით ეს როლი. პარე მაგაც ამას მოვინადიროთ ესეც ასე. ხავი გამოგვადგება. და რა ხდება? ელპენორი არის მატყუარა ბოროტი კაცი. აქ ეს სინქრონიზაცია რახან შეგვხვდა, მაგრამ გავიარეთ ეს სინქრონიზაცია და სწრაფი გადაადგილება იქნება ხელმისაწვდომი. ელპენორი მატყუარა არის, ელპენორი ბოროტი კაცი არის. თავიდან ვითომ კარგი ჩანდა, მაგრამ თურმე ბოროტი კაცია. ემსახურება სავარაუდოდ იმ კულტს, ვისაც უნდა კასანდრას პოვნა და მოკლა. კასანდრა კი ოჯახის ძიებაშია, ეძებს მამას, ნამდვილ მამას. თუმცა ელპენორმაც რაღაცეები იცის. როგორც უთხრათ, ელპენორმა მამა შენი ცოცხალია, მაგრამ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, დიდხანს აღარ იცოცხლებსო და ესეთი რაღაცა გველია ეს ელპენორი. ნიკოლასმაც ასე დაახასიათა. კასანდრას ვითომ მამამ ელპენორი გველში ადარა. მივდივართ ახლა სწორედ ელპენორის მოსაკლავად, რომელიც ციხესიმაგრეშია გამაგრებული. რანგით, აგერ ჩანს კიდევაც კუთხეში. ორი რანგით ჩვენზე მაღლა არიან აქ. ვინც არიან მცველები. ამიტომ ადვილი ნამდვილად არ იქნება. არც შეღწევა, არც ელპენორის მოპოვნა და მოკლა მით უმეტეს. მაგრამ იქნებ გამოცდილების და კლასის ხარჯზე მოვახერხო მათი დამარცხება. აი, სადღაც აქ არის ელპენორი. ციხესიმაგრის აღება ძალიან რთული იქნება, ამიტომ არც ავიღებ. სხვა დროს მოვბრუნდები მერე. არსად გაიქცევა ეს ციხესიმაგრე. ჩვენი მთავარი მიზანია ელპენორის მოკლა. ელპენორის, რომელიც ამ ციხესიმაგრეში არის. თავარია ის ვიპოვოთ და ის ერთი მოვკლათ Не стоит Да, здесь мэрэй. оставаться. და უშველოთ თავს. აქ ბევრი რამეა, ასე ელიტარული ჯარისკაცები უნდა მოკლა, თუ ეს ციხესიმაგრე აღებულად ჩაგეთვალოს, და მცველები და ასე შემდეგ, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. თავარია ელპენორი ვიპოვა. აქ შევდივართ ახლა საიდუმლო შესასვლელიდან. და მაღლა დავუშვეთ. 50 მეტრში არის ელპენორი. აი, იქ არის. რა კარგი იქნებოდა მეათე რანგი ქონოდა და რამდენი კარგი უნარი შეიძლება დაგვემატებინა, მე სპეციალურად ავხარჯე. ორი უნარის დამატება შემიძლია, მაგრამ ველოდები მეათე რანგს, რომ კარგი უნარები იყოს ხელმისაწვდომი და მეც უცებ დავიმატო ისინი. რატო ვერ არის ეს? პირდაპირ რატო ვერ ავიდა? ეს რა ხდება? და ეს არის და აქ ვერ არის. კარგი, ასე ავიდეთ აბა. შემოვჩინე სამოსებაში. კარგი და ამა ხელჩართულ ბრძოლაში ჩავებათ, ეს არ მინდოდა მე. არ მინდოდა რომ აი ელპენორი თავისით მოვიდა. მოდი ძველი ნაცადი მეთოდი ავიდეთ სიმაღლეზე და იქიდან გადმოვყაროთ თუნდაც ძლიერი მებრძოლები. ვაგებად იჟებით საფრთხეს საფურავს.
მაგრამ აქ მეგონი კოცონიც იყო სადღაც და შევამჩნიე თუ არ ვჩნი. მართლა ცეცხლის ეს არ მოაქვს სიცოცხლე. სადღაც კოცონი დავინახე და აქ დახმარება არ გამოიძახა ნავათმა, ჯერ ისედაც ბევრი არიან. დახმარება კიდე რასაჭიროა. მოდი ეს კოცონზე თუბია დავაყენო ნაღმი. ანუ შეგიძლია კოცონს რა თქმა უნდა კოცონზე შეგვიძლია დავაყენოთ ნაღმი, ასე სათხოვ არა. ეს რას ნიშნავს? შეგიძლია ამ სათხოვარით, როცა დააყენებ, თუ ვინმე მივა ცეცხლის დასანდებად, ანუ დახმარების გამოსაძახებლად და ცეცხლს წაუკიდებს, ეს კოცონი აფეთქდება და ის დახმარებას ვერ გამოიძახებენ და ის ადამიანი მოკვდება, ვინც ცდილობდა დახმარების გამოძახებას. ახლა ამათ მე გავერიდე ჯობია ცოტა დაშოშმინდე ეს გადავხედო რა შემიძლია ახლა რა გავაკეთო, როგორ მივუდგე ამ ხას რა სტრატეგიით მივუდგე. პენორი მჭირდება. აი კოცონზე ვიღაც გარბის ნახე. მოდი შევხედოთ ახლა რა მოხდება. მაინც უნდა დახმარების გამოძახება და ასეთი რაღაც მოხდება ახლა. ოპა თვითონ ის პიროვნება მოკვდა, ის ჯარისკაცი დახმარება ვერ გამოიძახეს. თან ვინ მოკვდა? ელიტარული ჯარისკაცი. ეს კარგი რამე, ანუ ამ დროს როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ჯარისკაცი ხდება. როდესაც კოცონი ფეთქდება. ერთადერთი რაც არ მომწონს მე მაგალითად Assassin's Creed Odyssey-ში არ მომწონს და მინუსია, რა ვიცი, მე მინუსად ვთვლი. თუ რანგით შენზე ძლიერია მოწინააღმდეგე, უკნიდან რომ მიეპარო, არ ვერ მოკლა. ანუ რატო ვერ უნდა მოკლა, ხო? აი უკნიდან მიეპარე და ყელი გამოჭრა, თქვა, რატო არ უნდა მოკლეს. მაგრამ აქ ასეთია ეს თამაში. თუ შენზე ძლიერ მოწინააღმდეგეს უკნიდან მიეპარები, არ მოკვდება. აი ნახე, ამასაც საგერ შემიძლია დავახტე თავზე, მაგრამ აი ნახევარი სიცოცხლე დარჩება. ვისაც Assassin's Creed Black Flag გვაქვს ნათამაშები. უკნიდან მიეპარები და მოკვდება. აქ პენორი გამოვიდა, მაინც ხალხთან არის. მოდი ამას უნდა დავესხა თავს, რაც არის ეგ არის, რამდენს ვიცადოთ. დავესხა თავს და დავანადგურეთ. როგორც მე დავაის მაგრად ვერ ჩქოს, ფარი აქვს უბრალოდ ძლიერი. აი ესე ცოტაც პენორი ვარია, მაგრამ რას ნიშნავს? ისია შეიცვალა და წერია მოძებნეთ ელპენორი, აბა ეს ვინ იყო? აუ აქ მოვიდნენ ხო არ მინიშოს ამ ელპენორთან. აი მოდი უნდა გავიდე ისევ გავემდო ამათ. ახლა ციკლია იქ შეიძლება. აუ სამი მოვიდნენ მოკლედ. ავერიდები და მე ასთავარი ელპენორი თუ ვინც არის მკვდარია და მე ეს გავერიდი ახლა ამათ. დეზე ავძრები დაწმარდებიან და შემდეგ მივალ იმ კაცთან ვისაც წევან თავს დავესხეთ.
ელპენორია თუ ვინ არის ნახოთ. საინტერესოა. ჯერ იყო მისია ელპენორი მოგვიკლა, ახლა წერია რომ ელპენორი მოძებნეთ. აბა ეს ვინ იყო, ვინც მოვყალით. აბა დაშოშმინდნენ მე მგონი ცოტა. ახლა პირდაპირ მივიდეთ კვანტთან, რომელიც იფადია. ხო, მე იმას უყვებოდი მიდან მიპარვაზე. აი Assassin's Creed Odyssey-ში ეს მე არ მოწონს მაგალითად. თუ უკრიდან მიეპარები, რატო ვერ უნდა მოგნა. როცა ის ვერ ხდება, აზერზე არა. მაგალითად უფრო უკეთესი თამაში, ანუ ხარისხით, შინაარსით და ფუნქციებით, რაღაც მრავალფეროვნებით კიდე. მე მაგალითად Assassin's Creed Valhalla მომწონს. და იქაც არის Это даже не удивляет. დაახლოებით მსგავსი, ეს რა თქონდა მოდი Ах ты ნახოთ, трус. რაღაცა კონვერტია. და ესე ელპენორი არ ყოფილა. ნამდვილი ელპენორი სხვაგანაც. და Assassin's Creed Valhalla-ში მე მომწონს ის, რომ ოდისეას Вперед! გავს იმით, რომ უკრიდან თუ მიებარები შესაძლია ჯარისკაც არ ხდება, მაგრამ არის სხვა ფუნქცია კიდე. ოღონდ მოდი ექსტრაქტი გადაადგილებით, ახლა გადავადგილდეთ და ცოტა მივუახლოვდეთ. ელპენორს ბევრი დამარვიავთ. და დავხდეთ. და Valhalla-ზე ყვებოდი. იქ თუ უკრიდან მიეპარები, პირდაპირ ასე არ ხდება, შესაძლებელი მოწინააღმდეგე, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია შენზე. შენს თვალის სისწრაფეზე და ხელის სისწრაფეზე, ანუ რეაქციაზე. თუ თვალის სისწრაფე და ხელის სისწრაფე კარგი გაქვს, იქ რაღაც უნდა გააკეთო, რაღაც წითელი რგოლი არის და იმაში უნდა მოასრო, როცა იმ წითელ რგოლში გაივლის ხაზები, იმაში უნდა დააჭირო დარტყმის ხელი და თუ ზუსტად იმ დროს დააჭერ, რა დროსაც არის საჭირო, მაშინ მოწინააღმდეგე ერთი დარტყმით უკრიდან მიპარვით ხდება. თუ არა და ვერ მოკლავ. იმიტომ რომ შენზე ძლიერია და ეს უფრო მომწონს, მე კიდევ ეს უფრო რეალური არის და საიდან გადავხდი. არ მინდოდა. ცხენი მოკვდა. თუმცა სამუდამოდ არ ყვდება, ცოტა თუ გაივლი, მერე რამოდენიმე ნაბიჯს, ცოტა თვალს როცა მიეფარება მკვდარი ცხენი, შემდეგ ხელახლა გამოიძახე და ცხენი ცოცხალი იქნება. და აი მომწონს ძალიან Assassin's Creed Valhalla-ში, რომ ორივე შენარჩუნებული არის. ოდისეას ეს უკრიდან მიპარვის მეთოდი, ანუ პირდაპირ მიეპარო და მოკლა ასე არ არის, მაგრამ შენზეა დამოკიდებული, შენს ხელის სისწრაფეზე და თვალის სისწრაფეზე. Надо держаться Ту. в тени. ზუსტად გააკეთე ყველაფერს, მაშინ როგორი ძლიერი მოწინააღმდეგეც არ უნდა იყოს, აი 10 რანგით მაღალიც რო იყოს მაინც მოკლავ იმას, ოღონდ ყველაფერი არის შენზე დამოკიდებული. აბსოლუტურად იქ. არც ალგორითმზე, არც დაპროგრამებულ თამაშზე, თუ როგორ არის დაპროგრამებული, არა, შენზეა ყველაფერი. და ეს უფრო რეალური და უფრო საინტერესო არის ჩემთვის და აქ იმაში ოდისეაში მიეპარები და რატო აი უსამართლო რატო ვერ უნდა მოკლა უკრიდან მიპარვით მოწინააღმდეგე. ელპენორი ვიპოვე, მაგრამ აქ ცოტა დაფიქრება სტრატეგიის დასახვაა საჭირო, ამიტომ მომდენო ვიდეოში ჩავწერ უკვე როგორ გავანადგურებ ამ ხალხს და თვითონ ელპენორსაც. ასე რომ დაელოდეთ მომდენო ვიდეოს თუ როგორ გავანადგურებ ელპენორს.